გიორგი, ამ სფერო ჰოლდინგის ამბავში კინაღამეც რომ მოვტყუდი, იცი, ბინის დაგირავება მინდოდა და გაყიდვებისაგენც რო ველაპარაკე, მივხვდი რომ რაღაც არასანდო იყო და თავი დავანებე. შენ გაგიმართლა, მაგრამ არ გაუმართლა 300 მეტ ოჯახს, რომელიც დღეს შეიძლება საერთოდ ქუჩაში დარჩეს, იმიტომ რომ მათ ანდეს საკუთარი დანაზოგი ამ კომპანიას Sphero Invest, რომელიც რაღაც Sphero Holdings ნაწილი იყო, იგირავეს მათგან ბინები, რომელიც თავად Sphero Holdings ნაქირავები ქონდა და ზოგს უკვე 6 თვეა ვეღარ უხდიან ამ ფულს და ვეღარ უბრუნებენ. რა მოხდა რეალურად, საწავიდა ამ ხალხის ამდენი ფული? როგორც ჩანს, Sphero Holding-მა მოიზიდა დაფინანსება ამ ხალხისგან, რაღაც ამ ბინების დაგირავებით თუ რა მნიშვნელობა აქვს რაფორმით, რომელიც წესით რაღაც აქტივში უნდა ჩაედოთ. აეშენებინ რაღაცა კორპუსები და გაეყიდა ან რამე სხვა ბიზნესში ჩაედო, რომელიც ამონაგებს მოიტანდა და ამ ხალხს რეალურად მისცემდა შემოსავალს და დააბრუნებდნენ ამ ფულს, მაგრამ დღეს როგორც აღმოჩნდა, ან საერთოდ არ დააბანდეს რაღაც აქტივში, ან თუ დააბანდეს ძალიან არ გაუმართლათ ამ ბიზნესში და ვეღარ ისტუმრებენ რა ვალდებულებებს. ყველა პირამიდული სქემა ზოგადად ამით ხასიათდება, რომ შენ ძველი მომხმარებლების პროცენტს ისტუმრებ ახალი მოსული მომხმარებლების ფული და როგორც კი ახალი მომხმარებლები გელევა, ხდება რომ რეალურად ეს იყო თაღლითობა. მე შეიძლება მივხვდი, მაგრამ ხალხი როგორ უნდა მიხვდეს, რომ თაღლითობაში ევლევა? იცი რა, ადვილი მისახვედრიც არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში არის რაღაცა ნიშნები, რითიც უნდა დაადგინო თუ რატომ შეიძლება იყოს ეს პირამიდული სქემა. პირველი რითიც უნდა იგიეჭოს ადამიანმა, რომ ეს შეიძლება იყოს პირამიდული ან პონცი სქემა, როგორც ეძახიან, არის რომ მაღალ სარგებელს კვირდებიან ჩადებულ ფულზე. შენი ღბულები არიან ხან ვითომ კრიპტოვალუტით ვაჭრობენ, ხან ვითომ უძრავი ქონებით. ამიტომ არენდოთ ასეთ ორგანიზაციებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ თქვენ ჩადებულ ფულზე უცებ გაგამდიდრებთ მალე მცირე ინვესტიციით თუნდაც. რა ინტერესებს კიდე?